საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით აჭარაში სამთო კურორტ გოდერძიზე სათხილამურო ტურნირი გოდერძის თასი 2025 მედის წარმომადგენლებში ტარდება. ღონისძიების მიზანი სეზონურობის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება. სოფო ერქვანია გვერდდება პირდაპირ ეთერში. ვარლა მედია ტურნირი გოდერძის თასი 2025 დასრულებულია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს აქ ძალიან დიდი ბრძოლა იყო. გამარჯვებისთვის 30-მდე ჟურნალისტი, ვიდეოგრაფი და ფოტოგრაფი იბრძოდა. შეჯიბრება 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მონაწილეობა ტელეკომპანია იმედის 2 თანამშრომელმა მიიღო და დღის ბოლოს ორივე მათგანი ვიხილეთ. კვარცხლბეკზე ქეთი ილურიძე გოგონებს შორის მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჩემი ოპერატორი მახო დულარიძე მამაკაცებს შორის მესამე საპრიზო კატეგორიაზე გავიდა. მათ ძალიან დადებითი ემოციები მიიღეს მთელი დღის განმავლობაში და შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. ავარია მონაწილეობა, იმიტომ რომ ამითაც დიდ სიამოვნებას ვიღებ, თუმცა ორმაგაც ასიხარულოა, როდესაც თასის მფლობელი ხდები. მინდა ვთქვა გოდერძიზე, რომ შესანიშნავი ამიდი იყო, შესანიშნავი ტრასა დაგვხვდა და არაჩვეულებრივი კურორტია. პირველად გამოვედი მე გოდერძიზე შეჯიბრში და მიხარია, რომ თასის მფლობელი გავხდი. პირველად მივიღე მონაწილეობა და როგორც აღნიშნეს, ბოლომდე რაღაცნაირად ვორჭოფობდი და მეშინოდა მონაწილეობის, იმიტომ რომ ჩემთვის არ იყო ეს მარტივი ტრასა, თუმცა ფიქრობ, რომ თავი გავართვი ღირსეულად, არ მოვტოვე არც ერთი დროშა და ბრუნდებით მედლით. მოულოდნელად მესამე ადგილზე გავედი, არც მეგონა, ჩემი დათვლებით მეგონა მე-4, მე-5 ადგილი. გადმომეცა საჩუქრად სულ ახალ-ახალი ჰედის თხილამურები. ეს ყველაფერი ჩატარდა გოდერძზე. ძალიან კარგი ტრასა, ძალიან კაი ატმოსფერო, ამინდი კარგი, მუსიკა კარგი, ხალხი კარგი. სამი მსოფლიო თასის ეტაპი და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ეს ის საერთაშორისო ტურნირების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ზამთრის კურორტებზე წელს ჩატარდა. ღონისძიებები მთის ტრასების სააგენტოს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა. მათ შორის დღევანდელი მედია ტურნირიც ვესაუბრეთ მათ წარმომადგენლებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დღეს ჩატარებული შეჯიბრება წინა წლებისგან განსხვავებით ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მედიაში ზამთრის სპორტის ტურნირებისადმი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. მინდა აღვნიშნო წინსვლა მედიის წარმომადგენლების გამოკვეთილად უკეთ სრიალი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიიღებს ტრადიციულ ხასიათს და ყოველწლიურად სხვადასხვა კურორტი უმასპინძლებს მსგავსი სახის შეჯიბრებებს. წლევანდელმა სეზონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ბევრი ვიზიტორი ყავდა და წელს ამ ღონისძიებით ვასრულებთ სეზონს, ხურავთ ამ ლამაზი ღონისძიებით და ყველა კმაყოფილია. დღის ბოლოს 2024-2025 წლების სეზონი მთის ტრასების სააგენტომ შეაფასა, მათ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია იმედის 2 თანამშრომელი დაჯილდოვდა დღეს აღნიშნული პრიზებით. ქეთი ილურიძე გახდა საუკეთესო სიუჟეტის ავტორი და გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პრიზი ვერ დავიმსახურე უშუალოდ მედია ტურნირში, ყველაზე მეტჯერ იმედის საინფორმაციო გამოშვებაში ზამთრის სპორტის ტურნირებიდან ჩართვა მე გამიკეთებია, ასე რომ მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სეზონებშიც ტელეკომპანია იმედის მაყურებელი არაერთ სიუჟეტსა და პირდაპირ ჩართვას იხილავს, ხოლო ზამთრის სეზონი გოდერძიზე ხვალ დაიხურება.